ჩემპიონთა ლიგის ტიტული და კვარას ახალი რეკორდი, ოქროს ბურთის ბედი, ქართველის შეფასებები და ინტერვიუები, ლუის ენრიკეს ემოციები და მეტი სხვა სიახლე. სანამ ვიდეოზე გადავიდოდეთ, თხოვნა ავიყვანოთ ის 2000 მოწონებაზე და გამოვიწეროთ არხი. ხვიჩა კვარაცხელია გახდა პირველი ქართველი ფეხბურთელი, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის ფინალში გოლი გაიტანა და მეორე ფეხბურთელი სპორტის ისტორიაში, რომელმაც ერთ სეზონში 4 ტიტული მოიგო ორი სხვადასხვა გუნდის მაისურით. სკუდეტო ნაპოლისთან ერთად, ლიგა 1, საფრანგეთის თასი და ჩემპიონთა ლიგა კი PSG-სთან ერთად. ეს აქამდე მხოლოდ ალვარო ოდრიოზოლა მოახერხა, რომელიც 2019-20 წლების სეზონის სტარტზე რეალ მადრიდის რიგებში ირიცხებოდა. მაშინ მადრიდელებმა ლა ლიგა მოიგეს. მეორე ნახევარში ოდრიოზოლა ბაიერნში გადავიდა და იქ ჰანსი ფლიკთან ერთად ტრებლი დადო. PSG-მ ინტერს არანაირი შანსი არ მისცა. ინძაგის გუნდი იმ გუნდს არ გავდა, რომელიც ფინალამდე მივიდა და მათთვის სეზონი, სადაც ტრებლის იმედი ჰქონდათ, უტიტულოდ დასრულდა. სანამ უშუალოდ კვარას კომენტარზე გადავალთ, ლუის ენრიკეს ემოციებს გადავხედოთ მატჩის შემდეგ. ისტორია დავწერეთ. ახლა კი ამით ტკბობის დროა. ამ გუნდს ეს ტიტული არასდროს ჰქონდა მოგებული, მაგრამ ამის წნეხი საერთოდ არ გვაწუხებდა. მუდმივად გრძნობდი კავშირს ყველა მოთამაშესა და გულშემატკივართან. დასასრული კი დიდებული გამოვიდა. ჩვენ ეს დავიმსახურეთ. ინტერი უძლიერესი გუნდია, მაგრამ მუდმივი პრესინგით მათ ვაჯობეთ. ბოლო წუთები ძალიან ემოციური იყო, როდესაც ფანებმა ბანერი ჩემს ოჯახს მიუწვნეს. ჩემს გარდაცვლილ გოგონაზე ყოველთვის ვფიქრობ, ვაგებ თუ ვიგებ არ აქვს მნიშვნელობა, ის ყოველთვის ჩემთანაა. სეზონის დასაწყისში ხვიჩა კვარაცხელი ასეთ დასასრულზე ვერც იოცნებებდა. ნაპოლი იდეალურ ფორმაში ვერ იყო და რაღაც აკლდათ. PSG-ში გადასვლისას ბევრმა ამ ამბავს სკეპტიკურად შეხედა, თუმცა ახლა მას 4 ტიტული აქვს მოგებული და ოქროს ბურთის სიის 5 ელში რომ ვიხილოთ, სულ არ გაგვიკვირდება, მეტიც სრულიად დამსახურებული იქნება. ყველაზე გამოკვეთილი ფავორიტი ოქროს ბურთის მოგებისთვის უსმან დემბელეა. თუმცა თუ იმით ვიმჩელებთ, თუ რამხელა გავლენა და იმპაქტი ჰქონდა მას გუნდზე, მას არც იამალი, არც რაფინია და არც კვარაცხელია ჩამორჩებიან. მით უმეტეს რომ კვარამ ფინალში შეაგდო და რეიტინგში საკმაოდ მაღლა აწია ამით საკუთარი პოზიცია. თამაშის შემდეგ, რომელიც ქართველებს არასდროს დაგვავიწყდება, ხვიჩასგან ინტერვიუ ლეგენდარულმა მეკარემ, პიტერ შმეიხელმა აიღო. კვარას კომენტარი კი ასეთი იყო: აღწერაც კი მიჭირს, თუ რას ვგრძნობ, შოკირებული ვარ. ამჯერა რომ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული ვარ. ახლა უბრალოდ მომენტით ვტკბები და ბედნიერი ვარ, რომ ამ საოცარ ფეხბურთელებთან, მწვრთნელებთან და გუნდთან ერთად ვარ. ეს გუნდი ჩემპიონობას ჩემს მოსვლამდეც იმსახურებდა. მოუგო ინტერს ფინალში 5-0 წარმოუდგენელია. ჩვენ ყველაფერი დავიმსახურეთ. მთავარი ისაა, რომ ერთი ოჯახი ვით. კვარას მოგების აღნიშვნის დროს ზურგიდან ქართული დროშა არ მოუხსნია, რამაც ერთ-ერთი ჟურნალისტის ყურადღება მიიქცია და ჰკითხა კიდეც ამის შესახებ. პასუხი კი შემდეგი იყო: ძალიან ვამაყობ, რომ ქართველი ვარ. ვფიქრობ, ახლა ჩემი ქვეყანა ბედნიერია და ეს ჩემთვის ბევრს ნიშნავს. თავის მხრივ, რა თქმა უნდა, გლოვა იყო ინტერის ბანაკში. ამას არავინ ელოდა. PSG-ს ყველაზე ოპტიმისტი გულშემატკივარიც კი ვერ დახატავდა ისეთ სცენარს, როგორითაც ფინალი განვითარდა. არ იყო ის პრესინგიდან თავის საუცხოოდ დაღწევა, რომელიც ინძაგის გუნდს ასე ახასიათებს. არ იყო არც ის იან ზომერის სასწაულები და არც დაცვის ხაზის სტაბილურობა. 11-ვე ფეხბურთელზე თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ თამაში ჩაუვარდათ. მატჩის შემდეგ ინძაგი მედიასთან ისაუბრა და აღნიშნა, რომ მიუხედავად მძიმე დასრულებული სეზონისა, ის ამაყობს ამ გუნდით. ეს არ იყო ჩემი ინტერი. ეს ყველაზე კარგად მე და ჩემმა ბიჭებმა ვიცით, მაგრამ ამ გუნდით ვამაყობ. ჩვენს წინააღმდეგ გუნდი ასპარეზობდა, რომელსაც ტრიუმფი ჩვენზე მეტად ეკუთვნოდა და ჩვენზე ძლიერებიც აღმოჩნდნენ. უკეთ უნდა გვეთამაშა, მაგრამ არ გამოგვივიდა. ტიტულები ვერ მოვიგეთ, მაგრამ საუცხოო სეზონი გქონდა. თქვა ინძაგიმ Sky Sports-თან. იტალიელის გუნდში დარჩენა არ დარჩენის საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას და გადაწყვეტილი არაფერი არ არის. მან ამის შესახებ აღნიშნა: ახლა ამაზე არ მეფიქრება. ყველაფერი მალე გაირკვევა, როცა მთელი გუნდი მშვიდად ვისაუბრებთ. ინძაგი მარცხს ღირსეულად შეხვდა და არაერთხელ თქვა, რომ მეტოქე მისი გუნდი დაჯაბნა. ხოლო რა შეგვიძლია ვთქვათ ლუის ენრიკეზე? ასეთი მწვრთნელები მართლაც იშვიათად თუ ევლინებიან ფეხბურთს. ლუჩომ უკვე მეორე ტრებლი მოიგო, ზუსტად 10 წლის თავზე. ეს ბოლოს მან მოახერხა ბარსელონაში, როდესაც მესი, ნეიმარი და სუარესი ყავდა. ახლა კი მოახერხა გუნდით, რომელმაც არც თუ დიდი ხნის წინ დაკარგა ისეთი ფეხბურთელები, როგორებიც ზემოხსენებული მესი, ნეიმარი და კილიან მბაპე არიან. მბაპეს კარიერაზე კი ეს ფაქტი კარგად ნამდვილად არ იმოქმედებს. კილიანი წლებით ცდილობდა და ვერ აღწევდა იმას, რასაც გუნდმა მისი წასვლის შემდეგსავე სეზონში მიაღწია. შეიძლება საბოლოო ჯამში დასანანიწყია, რომ ფინალში ბარსელონა ვერ ვიხილეთ ინტერის ნაცვლად, რადგან ამ შემთხვევაში ალბათ უფრო სანახაობრივ და ორმხრივ ფინალს მივიღებდით. თუმცა, რახან ქართველმა ლიგა მოიგო და ფინალში შეაგდო კიდეც, რას დავეძებთ. 2021 წელს ლუის ენრიკემ ხვიჩა კვარაცხელიაზე თქვა, რომ ის დიდი ტალანტია და ასე თუ გააგრძელებს დიდ კლუბშიც მოხვდებაო. მაშინ ენრიკე ესპანეთის მწვრთნელი იყო. აქედან 4 წელში კი ის მასთან ერთად ტრებლს იგებს. ფეხბურთის ხომ ასეთი ლამაზი ისტორიების გამო გვიყვარს.
მიუხედავად უკვე 3 მოგებული ტიტულისა, PSG სამ სეზონში შეუძლია მონაკარს კიდევ 2 პრესტიჟული ჯილდო შეემატოს: UEFA-ს სუპერთასი და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი. საკლუბო ჩემპიონატს ამერიკის შეერთებული შტატები უმასპინძლებს 15 ივნისიდან 13 ივლისამდე. იქ სულ 32 გუნდი იასპარეზებს. 16 გუნდი შემდეგ ეტაპზე გავა და პლეი-ოფის სისტემით გაგრძელდება ტურნირი. ხოლო 13 აგვისტოს პარიზელები UEFA-ს სუპერთასზე ევროპა ლიგის გამარჯვებულ ტოტენჰემს დაუპირისპირდებიან და მეხუთე პოტენციური ტიტულისთვის იბრძოლებენ. სუპერთასის ფინალში PSG ბოლოს 1996 წელს იყო. მაშინ გამარჯვებული ორმაჩიანი დუელით ირკვეოდა. იქ პარიზელები იუვენტუსმა პირველ თამაშში 6-1, მეორეში კი 1-3 დაამარცხა. მოკლედ, იმ დაპირისპირებიდან კარგი არაფერი არ უნდა ახსოვდეთ პარიზელებს. ყველაზე კარგი ამბავი ის არის, რომ PSG-სთან ერთად ხვიჩა კვარაცხელია სერიულ ჩემპიონად ყალიბდება და იმედია ეს გავლენა ნაკრებზეც აისახება. ჩვენ არ გვისაუბრია PSG-ს 19 წლის აღმოჩენაზე, დეზირე დუეზე, რომელმაც ფინალში 2 გოლი გაიტანა, ასისტი მიითვალა და მატჩის MVP-ს ჯილდოც დაიმსახურა. ახალგაზრდა ფრანგი გახდა 2014 წლის შემდეგ პირველი მოთამაშე, რომელმაც ლიგის ფინალში გოლი და საგოლე გადაცემა ჩაიწერა აქტივში. ეს ბოლოს კრიშტიანო რონალდუმ ატლეტიკოს წინააღმდეგ მოახერხა. თავის მხრივ ისტორია დაწერა სენი მაიულომაც, რომელიც ისტორიაში მეორე ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელია, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის ფინალში გოლის გატანა შეძლო. მეოთხე კი დეზირე დუეა. ყველაზე პატარა პატრიკ კლუივერტი იყო 18 წლის და 327 დღის, სენი მაიულო 19 წლის და 14 დღის, კარლოს ალბერტო 19 წლის და 167 დღის და დეზირე დუე 19 წლის და 162 დღის. ვიდეო დავალაიქოთ, ვისაც არ გვიქნია და გადავიდეთ ისევ კვარაზე. კვარას თქმით, მან დაიმსახურა, რომ 2024-25 სეზონის სერიას გამარჯვებულად მიიჩნეოდეს. ქართველი ვინგერი PSG-ში ნაპოლიდან იანვარში გადავიდა. სეზონის ბოლოს კი ნაპოლიმ ბოლოს 3 წელიწადში მეორედ შეძლო სერიას მოგება. ძალიან ვამაყობ იმით, რაც მოვიგე. თავს სერიას გამარჯვებულად მივიშნევ, რადგან ამ სეზონში ნაპოლის ფეხბურთელიც ვიყავი და მისი მაისურით 17 მატჩი ჩავატარე. ძალიან ამაყი ვარ, ყველა თამაშს თვალს ვადევნებდი. გუნდმა ჩემპიონობა დაიმსახურა. ციტირებს კვარა სიტყვებს Football Italia. სერიას 17 მატჩი ამ სეზონში კვარამ 5 გოლი და 3 საგოლე გადაცემა მიითვალა და სერიას თვის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდო 2-ჯერ მოიპოვა. მიუხედავად იმისა, რომ მას ჩემპიონის მედალი არ გადაცემია, ყველა ოფიციალურ საიტზე ის ითვლება სერიას 2 გზის ჩემპიონად. რთულია ასეთ დროს თემას გადაუხვიო, მაგრამ მოგვიწევს. მარკ-ანგრე ტერ შტეგენის თქმით, მისი ბარსელონაში დარჩენის საკითხი ამ ეტაპზე არც კი განიხილება. ბოლო დღეებში აქტიურად იწერება, რომ ბარსელონა ესპანიოლის მეკარეს, ახალგაზრდა ჟუან გარსიას ტრანსფერთან არის ახლოს, რომელმაც ესპანიოლთან ერთად ძალიან მაგარი სეზონი ჩაატარა. ახალი მეკარის მოსვლა კლუბს ამ თემაზე ჩემთან არ ულაპარაკია. არავის არაფერი უთქვამს, საერთოდ პირველად მესმის, თუმცა ეს თემა არ მაღელვებს. ჰანსისთან არ მილაპარაკია, იმიტომ რომ ბოლო დროს ამის საჭიროება არც ყოფილა. რაც ნამდვილად ვიცი ის არის, რომ მომავალ სეზონშიც ბარსელონას მეკარე ვიქნები. ჩემთვის სიტუაცია არ შეცვლილა და შესაბამისად ახალ სეზონსაც მოუთმენად ველოდები. აღნიშნა გერმანელმა. როგორც ირკვევა, გუნდის კაპიტანი მარკ-ანგრე ტერ შტეგენი ბარსელონაში რჩება. გაახანგრძლივა 1 წლით კონტრაქტი ვოისეხ შესნიმაც. არაფერი ისმის ინიაკი პენიას გაკეთვაზე, მაგრამ ჟუან გარსიასზე საუბრები მართლა მიდის და ეს ტრანსფერი საკმაოდ რეალურადაც მოჩანს. მეორე ფეხბურთელი, რომელიც ბარსელონაში მისვლასთან ყველაზე ახლოს არის, ჯერჯერობით ლუის დიასია, რომელიც ტაქტიკურად თითქოს არ სჭირდება ბარსელონას, რადგან მის პოზიციაზე რაფინია თამაშობს და როგორ თამაშობს, ყველამ კარგად დავინახეთ ამ სეზონში. ახლა ბარსასთვის უფრო საჭირო თითქოს სტრაიკერია, რადგან რობერტ ლევანდოვსკი უკვე ასაკშია, 27 წლის პოლონელს განა რამდენი პრაიმ სეზონი აქვს დარჩენილი მასში. მოკლედ, PSG-ზე ყველაფერი ვთქვით და ერთადერთი ნიუსი, რაც შეგვეძლო დაგვემატებინა, ეს იყო. შესაბამისად, ჩვენი ვიდეო ამით დასრულდება კიდეც. თხოვთ დაალაიქოთ ის, ავიყვანოთ 2000 ლაიქზე, გამოიწერეთ ლაინსმენის არხი, ჩართეთ ზარისხილაკი, რომ არ გამოტოვოთ მეტი საფეხბურთო საინტერესო სიახლე.